კიდე როგორი ამბავია იცი? ძალიან გვარჩვენ ახლა პოლიტიკაში გარეულები არ გამოვა მაგის გარეშე რა. ყველაფერშია დღეს პოლიტიკა, აბსოლუტურად. აი იმ დღეს მაგას ბავშვი გაუჩნდა. ბიჭო ძალიან საყვარელი ბავშვია, იცი როგორი ჩაკლაპავ რა, მაგრამ ხოცია. როიფსავს ნაცებს აბრალებს. შესაშვება ხელებს უთიანებს აჩვენებს. აი მოგეუბნებით რა. სხვათაშორისო კაცებს მინდა ერთი შევა მოგცეთ დაგაფრთხილოთ. ოჯახის შექმნას თუ ვფიქრობ და რაღაცა ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ბევრი აგენტია შემოსული ქალების სახით ჩვენებად უამრავი. შენ რო გონია ვიღაცა გაიცანე ქორწილი რაღაცა გადაიხადე მშვიდობით ღირსებით კეთილდღეობით პირველ ღამეს იცი როგორ რაღაცები მოხდეს უცებ აი რაღაცა შეგეშალოს და უცებ მონა ვერტავე აუნა აი ხარჯი გაწეულია რასაკეთო დაგი ვარ და მონა აი გავიხარ მოგე დააბევი აგენტია ხილად იყავით ძალიან ფათაშორის მე სპორტის სახეობებიდან მე თუ მკითხავთ ყველაზე მაგარი სახეობა არის რაც მე მიყვარს ეს არის ფეხბურთი და პოლიტიკა ფათაშორის ძალიან გარს ეს ორი სახეობა ერთმანეთს დაუბრუნდით ნახეთ სიმულიანტობა მოსულა პოლიტიკაშიც და ფეხბურთშიც გინება ჩუბი პოლიტიკაშიც მოსულა ფეხბურთშიც მოსულა ერთ-ერთი რაც ვერ გავიგე აი რაც ვერ ემთხვევა რომ არჩევნების შემდეგ ჩვენთან ყოფილი პოლიტიკოსები ციხეში მიდიან და ყოფილი სპორტსმენები პოლიტიკაში მოდიან. აი ეს რა აი ვერ გავერტყიე რა რამაფია ვინ მოიგონა. აი ერთ-ერთი მაგ მიჭირს რა. სხვათაშორის ბოლო პერიოდში ისე ორცასა იყო მაგრამ თუ დაუკვირდებით ბოლო პერიოდში ძალიან გაჭირდა შენი პროფესიით რომ თავი ირჩინო ადამიანმა საქართველოში. ეს ძალიან ჭირს რა. აი მაგალითად მე პროფესიით ექიმი ვარ, სტომატოლოგი, მაგრამ ცხოვრება ისე წავიდა, რომ კომედიანტად მუშაობ. და ზოგი ჩვენთან ფეხბურთელია და პრეზიდენტად მუშაობს. იცით ხო კაცო? განაირად აკავშებს. მაგრამ რა ვერ გამიტყურე, მაგის ზედა სამსახურის შეთეულზე რაღაცა სუფთა საქმე არის, კაბინეტში ზიხარ, კოსტუმი გაწვია, ხან ხეს მოწე, ხან შეიგინებ რაღაცა. აუჩი არა გამიგე ხელი მაგის ზედა აუ ორ სიტყოდი შე აი ეგრეთი ამბავია მაგრამ სპორტსმენებს კიდე სხვანაირი საშიშროება გაქვთ განსაკუთრებით ოლიმპიელი ხო არა ხართ ვინმე აქ თუ ხართ ერთი რაღაცა იცოდეთ შენ რო ოლიმპიელი გახდი და ჩამოხვედია არ ნიშნავს რომ მარტო ოლიმპიელი ხარ იმიტომ რომ მაგ დროს როგორც კი ოლიმპიელი გახდი შენ ვიღაცა შეიძლება შეხვდეს ქუჩაში შავებში ჩაცმული დაიწყოს ლაპარაკი, ლაპარაკობს ესე გელაპარაკება და ამ ლაპარაკში ითიშები რა. და როი ხვიცებ უკვე პარლამენტარი ხარ. უცებ გეძლება. მოიცა გუში ტრიკო მეცვა და ვიღაცა წავახციეს საბჟინდაში. უცებ რაღაცი წვანი ხილას დავაჭერ, ყავა მოდის, წითელს დავაჭერ, პრემიუმ გიჩდება. რაღაცას დავაჭერ, მადაიადგები, მადლობას ამბუჩდება. აი ძალიან თულია გამიგე, ხილად იყავით. ისე მე რომ დავუკვირდი ამ ქვეყანაში რომ წარმატებული გახდე, უნდა ყბიროდე. 7 ადამიანი არ წარმატებული ვერ იქნება. აი მიტინგზე რომ გამოდიხარ, დავუკვირდით როგორი ამბავია, აი მიტინგზე რომ გამოდიხარ, აი დავუშვათ მე გამოვდივარ მიტინგზე. აი გამოვედი და მომხრა ეს თავრობა დღეს დასრულდება ხალხო. არა აქ ეფექტი, ხო? მაგრამ აი თავრობა დღეს დასრულდება. აი უკვე სხვა დონეა. აი უჩერებ გამიგე უკვე დახევარი საქმე გაკეთებული მე რომ მახავს უყურებ ხოლმე ბიჭო მართლა მჯერა მაგ დროს და გავარ და ველოდები როდის დასრულდება ეს თავრობა ერთი საათი ორი საათი გადის თელი დღე ბიჭო არ სრულდება ხო მე მეორე დღეს მიდიხარ ისე თავრობა დასრულდება ბიჭო კიდე ველოდები იმიტომ რომ ჯერა ხო კაცი ესე ნერვიულობს არ სრულდება მოიცა რა გამოდის ამ ხელა პოლიტიკოსი კაცი მატყუებდო ანუ თქვილა მომიყვანეს მე ავეცით მაგრამ მე ვისე მაგ მომენტში გულის თუ დაგარტყავს და სეიდან გაგასვენებენ უკვე მაგარი უკვე შემდგარი ტიპი ხარ მე რა ჩვენ ისე რომ დაუკვირდე საერთოდ საქართველოში რომ ცხოვრობ და თუ ნორმალური ხარ ესე იგი ვერ ახარ აბა თუ ცხოვრობ ნორმალური როგორ ახარ შენ თუ გიჟი არ ახარ ნორმალური როგორ რა განორმალურებს აი რა განორმალურებს შენ თუ გიჟი არ
ესეთი ამბავია ხო. სხვათა შორის მე რომ სამეცნიერო კვლევა ჩავატარე, ჩვენ ვიმყოფებით ახლა მასტრობიზმის მდგომარეობაში, პოლიტიკურად. სამ პოლიტიკური მასტრობიზმის მდგომარეობაში. საფრთხე ChatGPT-საც რო გითხოთ, იგივეს მოხდება. ეს არის პოლიტიკური მასტრობიზმის მდგომარეობა. და სხვათა შორის მე როდესაც მასტრობიზმის ასაკში გახდით, მაშინ ძალიან მიჭირდა სწორი გადაწყვეტილების მიღება. იცით რატომ? სხეულს ერთი უნდოდა და ტყის მეორე. მაგრამ მე არ მეგონა თუ ეგ დაავადება ეროვნულ დონეზე იყო გავრცელებული. ძალიან გავრცელდა და ძალიან თულად იკუნება. იცი რას გავს დაუშვათ მე რო დავუკვირდეთ და ხალხის და პოლიტიკის ურთიერთობა ერთმანეთში. იცი როგორი ამბავია? აი სიგნელი მისჯილი რო ხარ და თავი რო მორზე გიდებს. და ნაჯახიანი ჯალათი რო გეკითხება. პირველად ხარ ჩვენთან? ხო რავი პირველად ხო. ჯანმრთელობის დაზღვევა ხომ არ ხდება? არა, ესე ხო. როგორ გაიგეთ ჩვენ შესახებ? მეფეს ვაგინე დედის და თვითონ გაიგეთ. დამატკი თუ არ დაასწორეთ ისე. აი რაღაც მაგამ ბავში რა პრინციპში რა. ხო და კიდე რა არის ერთი თუნცნაურობა. ჩვენ ცოტა მეტი სიმართლე გჭირდება. აი ჩვენ მე რო დავუკვირდი ერთ-ერთი ჯერ ძალიან აგვრია ამ იდეოლოგიებმა რა. ნახეთ ეს კომუნიზმი არ გამოგვადგა, დემოკრატიაც რაღაცა ვერ არქენით ისე, ეს რაღაცა ლიბერალიზმიც ვერ მოვიგეთ. ეხლა კიდე რაღაც ახალი გაიჩნდა ნეოლიბერალიზმიო, ბავშვიო თვითონ აირჩეს რომ სქესო. ეგ როგორ უნდა მოხდეს, მე არ ვიცი. დილას ყავა მინდა თუ ჩაი, ეგ ვერ გადამიწყდეს. სქესი, აი როგორ, აი დავუშვათ ავირჩიე რა, ჩავიხედე სამგეს და ბიჭო ეს რა არის, ხო მოვიჭრა. წავედი მოვიჭერი და მე ხო იცი ქართველები როგორი ცვალებადი ხალხი ვართ. ორთვეში ულეკავ ეკით. გამარჯობა ბატონო გუგა, მე თაზო ვარ, თაკო უფროსწორედ. თქვენ ის რაც მომაჭერით. მე მგონი გადავიფრე და ხო არ გადაგიგდიათ. გადააგდეთ. აუ აფსუს. კაი რა გაეწყობა? ხო, თაკო რაღაც ამას. რაღაც ეგეთი შეიძლება მოხდეს, მე არ ვიცი. ამ ყველაფერმა ჩვენ ძალიან დაგძაბა. მე რო უყურებ ადამიანებს ვეღარ ცნობ სამსახურში, ზოგი ძალიან გაგიზიანებულია. აი ერთი დირექტორი, წყნარი კაცი სასადილოს დირექტორი იმ დღეს ხდება სამსახურიდან გამოდი უწევ მიშა გაჩინე ჩვენი ხაჭაპური მოგეწონა მეთქი კი რავი გაიგო ცოტა ზეთიანი იყო მაგრამ გაიგო ზეთიანი იყო ხო და მე ახლა შევალდა მზარეულს მაგრამ არა მეთქი არ არის ნო საჭირო კაცო არა მე ესედაც ვაპირებდი ასაპირებდი დაიმატა რა ბოხმა ასაპირებდი რატო აპირებდი ხო და ცოტათი მეტი სიმართლე გვინდა რა ჩვენ სიმართლის ქართველებს ძალიან გეშინია მე რო უყურებ აი რიგით ქართველს სიმართლის იმდენად ეშინია რომ რო უთხრა რომ დაუშვათ ხვალ მოყდები შიშისგან დღეს მოყდება დერვიტად სიმართლეს ფული გაუსწრება იმ სიგნალზე არა რაგანეულებს შეგაიკაცო კუდეები სამსახურს ხო არ კარგავ არის მასანეულო ბოლო მაინც ეგ არის ხო და მანდ ეგეთი რაღაც შეგვიძლია ჩვენ ალბათ რომ გავიძლიეროთ ცოტათი ემოციურობა და მდგრადები გავხდეთ, ჭირდება ვარჯიში. აი ცოტა ემოციურად უნდა გავხდეთ, იცი როგორც უცნაური მიუღებელი ინფორმაციების მიმართ ჩვენ ჭირდება მეტი მდგრადობა. მოდით გავძლიერდეთ რა, აქვე არა ვართ აი რა გვიხის, ხო 2 3 1 აი დავუშვათ, მოდი ესეთი ტესტი ჩავატაროთ. ემოციური გაძლიერებისთვის. აი დავუშვათ ევროპა ცუდია, ფუი ევროპა არ გამოყურებია. რამდენი გაგიზიანდით ახლა ხელისაწევით ამაზე 1 2 3 4 5 6 არა კი სამუშაო არის სამკურნალო გვაქვს აბა ერთხელაც ევროპა რა ისაკაცოები მოაშურება გაგმილერობა აბა აი თქვენ ახლა გაგიზიანება მოიმატა თუ დაიკლო ხო ესე იგი კურნალობა ექვემდებარება აი ხედავთ ამიტომ აქ ჯობია გავიაროთ რა ამას თუ გადალახავთ შემდეგი თემა გვექნება ამერიკა იძირება ამასაც თუ გადალახავთ მერე დავლაგდებით დამიჯერეთ იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ხელოვნური ინტელექტის და რაღაცების დონეზე იმედზე ვერ ვიქნებით ხალხო ხელოვნური ინტელექტი ვერასდრო დაიხვეწება ისე რომ ჩვენ ადამიანს აჭიროს მისი რობოტი არასდროს იქნება ისეთი იდიოტი როგორიც ადამიანი. Padot